მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდოდა რაღაც ძალიან უცნაური ფილმი განმეხილა, რომელიც ვიცი რომ არასდროს გექნებათ ნანახი და ისეთი რეჟისორის შემოქმედება შევხვებოდი, რომელიც ნამდვილად ვიცი რომ გაცნობილი არ გექნებათ. ნუ Letterboxd-ზე გავიუქმე, Twitter-ზეც იშვიათად შევდივარ, ასე რომ აღწერებს უფრო აქ Instagram-ზე და YouTube-ში დავდებ, ეს უბრალოდ რომ იცოდეთ. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რატომ დამაინტერესა საერთოდ ფრანსუა ოზონის შემოქმედებამ და მე აღმოაჩინე, რომ თურმე რამდენიმე მის ფილმი მქონია ადრე კიდევ კარგი ოცლამდე არ მქონდა ნანახი, იმიტომ რომ ზედმეტად ფსიქოლოგიური თემებია და ნამდვილად არასწორად გავიგებდი. ხო და აღმოაჩინე, რომ თურმე ფრანსუა ოზონი არის 15 ნოემბერს, 15 ნოემბრის ვარ დაბადებული და სწორედ ამიტომ მომინდა მისი ფილმების გაცნობა. და დამაინტერესა ზოგადად რა ფსიქოლოგიურ თემებს ეხება. აღმოაჩინე, რომ ძალიან მოსწონს ეს ქვეცნობიერის თემები და უცნაური ფილმები აქვს, ნუ ახლა ჩვენთვის აღმოსავლეთ ევროპელებისთვის და ფრანგებს ეგეთი თემები ნამდვილად არ გავგვირდებათ. ხო და თავიდან მეც გამიკვირდა რამდენიმე მისი ფილმი და ვიყავი ასე, მაგრამ მე მივხვდი, რომ უბრალოდ ეს mind games აქ უფრო მეტი ფილმები და არაფერი არაა გასაკვირი. ნუ რამოდენიმე ისეთი ფილმი აქვს ძალიან delusional სოციოპატი პერსონაჟებით სავსე, ახლა არ განვიხილავ მაგ ფილმებს და ერთი ფილმია კიდე ესეთი, რომელიც რეალურ ივენთებს, ანუ მოვლენებს ეფუძნება და ძალიან გული გამისკდა, რომ ასეთი რაღაცა რეალობაშიც ხდება და იმალება და ადამიანები ისე უზადო რეპუტაციით არსებობენ და სინამდვილეში, ასე ვთქვათ, არიან ღვთისგან მოვლენილი სასჯელები. და აქ კიდე გაშალა ის თემა, რომ ადამიანის საკუთარი თავის გარდა ვერავის ვერ ენდობი და ეკლესია როგორ შეიძლება როგორც კარგი მხრიდან დაინახო, ისე ცუდი მხრიდან და ახლა რელიგიური ადამიანები გამომიხდემიან და ასე რომ არ გავხსნი ფართოდ ამ თემას, მაგრამ ერთადერთი რაც მივხვდი, რაც უფრო მეტად ასეთი მომენტი, რომ საკუთარი თავის გარდა მართლა ადამიანი ვერავის ვერ ენდობი. და სწორედ ამიტომაც მეც მის დამოკიდებულებას ბევრ თემასთან დაკავშირებით გავიზიარებ. ნუ რაც შეეხება ამ ფილმს, ეს არის 2014 წლის ჩემი მეგობარია, ჩემი ახალი მეგობარი, რომელსაც აღმოაჩინე რომ ძალიან უცნაური და საინტერესო სიუჟეტი აქვს. ნუ ახლა სხვა ფილმებს გაქვს ოზონისას, მაგრამ რაღაცით მაინც განსხვავებულია. ნუ უნდა აქ ჰიჩკოკის, ბრაიან დე პალმას და კიდე ოტო პრემინგერის თემები ჩაეგდო, მაგრამ კვლევების გარეშე. და პირველი აქტორი ფროიდი. და მეც უფრო მეტად ხვდები, რამდენად მართალი იყო ფროიდი. კი არა, კიდე ბევრ რაღაც გამორჩა. და მოკლედ სიუჟეტი აქვს ესეთი. ჯერ მანამდე იმას ვიტყვი, რომ მე-20 საუკუნეში მგონი ეს ნაწარმოები დაწერილი მანამდე, სანამ ფილმად გადაიღებდნენ და აი ესეთი ნაწარმოები მე იმ დროს რო არ ცენზურდებოდა გამიკვირდა. მაგრამ კარგი ესე იგი სიტყვის თავისუფლება შენც არსებობდა უფრო ევროპისკენ. ხო და მოკლედ ფილმი ასე იწყება, რომ ამ წარსულზე არის მთავარი პერსონაჟი და მის საუკეთესო მეგობარზე და ეს ერთ-ერთი მეუღლეა, რომელიც გარდაიცვლება შემდგომ. და ეს მთავარი პერსონაჟი გადაწყვეტს, რომ ამ თავის საუკეთესო მეგობრის მეუღლეს დაეხმაროს თავიანთი ახალშობილის გაზრდაში, რომელიც უდედოდ დარჩა. და აქ აღმოაჩენს ამ საუკეთესო მეგობრის ქმრის, ასე ვთქვათ, საიდუმლოებებს და მერე მაგათ შორის ურთიერთობის შესახებ არის სხვადასხვა საიდუმლოებები იხსნება და ასე და ისე ძალიან ფრანგული სტილი არა. ხო და ცოტა ისე ვიშოგებოდი ასე უყურებთ, მაგრამ მე მივხვდი რა უნდა გაიკვირდეს ფრანგულ ფილმებზე. და ცოტა ის არის ფროიდული არის გახსნილი, რომ ანუ ქალი არის უფრო კაცის ტიპაჟის და კაცი არის უფრო ქალის ტიპაჟის. ანუ რაღაცა იდეალური წვრილი არიან, ოღონდ რაღაც არასწორ ფარგლებში. ნამდვილად მაგიტომ ამბობ, რომ ქართველისთვის ანაღავი ფილმი არ არის. თუ უყურებ გადაობით უნდა უყურო რა. მაგრამ ისე საინტერესოდაა გადაღებული, ახლა ძალიან ვულგარული ფილმიც არ არის. ახლა ალმოდოვარის ფილმებს რო უყურებენ ადამიანები და მერე არიან იზეთები, რომ ვაი, მე რატო გამოვიდა საქართველოში ან საფრანგეთში ან რაღაცა ისეთი ფილმი, ძალიან მიკვირს. ალმოდოვარის ფილმი გაკ ადამიანს ნანახი და სხვებს რო აკრიტიკებ, აი ძალიან მიკვირს. ხო და მოკლედ
ამ ფრანსუა ოზონს ძალიან ბევრი უცნაური ფილმი აქვს, ხო გითხარით, სოციოპატ სერიალზე კიდე ცოტა writer's block-ი რო აქვს და ცოტა ბოლომდე შესაძლებელი არ ვიტყვი, მაგრამ ესეც სერიალზე, რომელსაც ერთი ფილმია კიდე მაგის მოკლე შინაარსაც ვიტყვი, რომელსაც თავისი პუბლიშერი, ასე ვთქვათ, მოსწონს, მაგრამ აქვს writer's block-ი და ვერ წერს ვერაფერს, რაც უნდა რომ დაწეროს ახალ ისტორიას ვერც გსავს და ეს თავისი პუბლიშერი, ანუ გამომცემელი გადაწყვეტს, რომ გაუშვას დასასვენებლად სადმე თავის სახლში და მისცემს, ასე ვთქვათ, გასაღებს და ესეც წავა დაისვენს, რომ ახალი იდეები მოაფიქრდეს, ახალი პერსონაჟები და იქ გაიცნობს მის შვილს რა და ამ შვილის მერე იდუმალებით მოცულ მკვლელობაზეა და ასე და ისე და მერე ფილმი მთავრდება და ამ თავის პუბლიშერთან მთელი ნაწარმოებით ჩადის. და იშვილი ესალმება ამ პუბლიშერს, იმენა mind game-ი არის მანდაც, რომ ანუ საერთოდ არ არსებობდა ეს ისტორია, ყველაფერი თავში გამოიგონა ამ ადამიანმა და იმ ადამიანს, ვის მკვლელობაზეც დაწერა, საერთოდ არ მოუგმა. ანუ რომ უბრალოდ მიხვდეთ ოზონს რა ტიპის ფილმები აქვს რა. და კიდე ძალიან ბევრი უცნაური სხვანაირი ფილმებიც აქვს. მოდი მაგათ არ განვიხილავ, მოკლედ, ანუ უკვე ცნობიერის და ცნობიერის თამაშის, ასე ვთქვათ, ეხება რა და ადამიანების, ასე ვთქვათ, მოხურულ კარს იქით ცხოვრება ინტერესებს, რომელიც ძალიან უცნაურია. და კიდევ იცით რა მომწონს, რომ იმასაც კარგად აფიქსირებს, რომ ყველა ადამიანისთვის რეალობა არის სხვადასხვა. შენთვის რეალობა სხვა, იმისთვის სხვა, კიდე სხვა პერსონაჟისთვის სხვა, ნამდვილი ადამიანებზე მაგ საუბარი ასევეა. ანუ შენი რეალობის ახმაკაკი სხვისი რეალობა, ეს არ ნიშნავს, რომ delusional ადამიანი ხარ. უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ და მორჩა. სწორედ ალბათ ეგ ხიბლი აქვს. კამიუს უცხოც გადაიღო და აუცილებლად ვნახავ ახალი ვერსია. აბა